როგორც ჩანს, მარცხით გაწმილებული რუსეთი ახლა არის გადასული ახალ ამოცანაზე თავის ლოიალისტურ რეჟიმთან, ქართული ოცნების რეჟიმთან ერთად, რაც არის ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არა მარტო რეალურად შეჩერდეს, არამედ სრულად იქნას გაუქმებული. რეალურად ეს პროცესი უკვე არის შეჩერებული, წელიწად ნახევარზე მეტია, მაგრამ ფორმალური განაცხადის და რაღაცა რიტორიკული წიაღშვის დონეზე ის მოგეხსენებათ რჩება კვლავ ადგილზე და ახლა როგორც ჩანს მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ უკვე აღარც ფორმალურად აღარ არსებობდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროექტი, გზა და კურსი. და აი, ჩემი კითხვაც შეიძლება რომ ეს ევროკავშირში წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა იდეა გაწევრიანების ფორმატებისა და მოდელებისა. მათ შორის არის ორმაგი სიჩქარის გაწევრიანების მოდელი, არის განვითარების ტემპებზე დაფუძნებული გაწევრიანების მოდელი, განიხილება ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის მოდელი, რისი მიზანიც ის კი არ არის, რომ ვიღაცები დაასორტიროს და დააკლასიფიციროს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებად და სხვადასხვა პრიორიტეტულობის სახელმწიფოებად, არამედ არის ის, რომ ყველა ტიპის სახელმწიფოს, ვინც არის ასპირანტი, ვის ხალხსაც სურს, რომ გაწევრიანდეს, მიეცეს საშუალება იმისი, რომ ეს გაწევრიანება მოხდეს. ანუ ჩვენს ინტერესებში და მიზანი ასეთ ტიპის მოდელების არის ის, რომ ყველა სხვადასხვა განვითარების დონის მქონე სახელმწიფოს ქონდეს შანსი, რომ გაწევრიანდეს. პაპუაშვილს ვურჩევდი გაეცნოს სამეცნიერო ლიტერატურას ამასთან დაკავშირებით, მათ შორის პროფესორი ჯეიმს ბელამის ნაწერებს და ნაკლებად მოუწევს ასეთ რაღაცა ისტერიული განცხადების გაკეთებას დღეს გააკეთა თუ დაინახავს რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის გაწევრების მოდელები და ეს მოდელები ვიმეორებ არის ასპირანტი ქვეყნების ინტერესებში, იმიტომ რომ ასპირანტ ქვეყნებს დამეთაყვებით გააჩნია განსხვავებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარების დონეები, შრეები და ტემპები. მაგრამ თავარი არის სხვა რამ პაპუაშვილის განცხადებაში. ხო, როგორც ჩანს, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთი, რომელიც არის გაწმილებული სომხეთში, მოლდოვაში, რუმინეთში და უნგრეთში განცდილი მარცხით, როგორც ჩანს, რუსეთის დაკვეთა სულ უფრო კაფეო ხდება ამ რეჟიმის მიმართ და ეს არის ის, რომ საერთოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და უკვე ფორმალურად უნდა იქნას გამოწვეული უკან ისიც კი, რაც ჯერ კიდევ ფარღალა ქაღალდზე რჩება. რეალურად ქოცვებმა უკვე გააჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი, ეს მათ დეკლარირებულად თქვეს და ნებისმიერ ადამიანს მე ვფიქრობ, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დღეს არის მთლიანად შეჩერებული, მაგრამ ახლა ამოცანა რაც აქვთ ქოცებს, ანუ რუსებს, ეს არის ის, რომ რეალურად იქნას გამოწვეული გაწევრიანების ყველა ფორმალური მექანიზმი მოთხოვნა ბერკეტი.